ორი მიმართულება გამოიხატა, რაზეც ისაუბრეს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა დახურულ შეხვედრაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ ჩინოსანთან. ერთი ეს შეეხება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის ისაუბრეს ელენე ხოშტარიას პატიმრობაში დატოვებაზე და ოპოზიციის შეფასებით ის რომ ეს პროცესი ემთხვევა ამერიკელი მაღალ ჩინოსნის ვიზიტს თბილისში, ეს არის ასევე დასტური, რომ ქართული ოცნება სწორედ ამ გზავნილს უგზავნის შტატებს, რომ ის უკან დახევას არაპირებს. გარდა ამისა იყო საუბარი სხვა პატიმრებზე და რეპრესიებზე, რომელიც მათ შორის გამოხატულია კანონებითაც, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო. თუმცა გამოიკვეთა ასევე, რომ ამ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო ანაკლიის სპორტი, რადგან შტატებს აქვს ეკონომიკური ინტერესი შავი ზღვის რეგიონში და ასევე ინტერესი, რომ ანაკლიის სპორტი აშენდეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააცნეს ამერიკელ მაღალ ჩინოსანს, თუ როგორ აჭიანურებს ამ პორტის მშენებლობას ქართული ოცნება. ეკონომიკური საკითხები საქართველოს შემთხვევაში ვერ იქნება განყენებული დემოკრატიული პროცესების. ორი მთავარი ძალა არის შავი ზღვა, რომელიც განაპირობებს კასპია-შავი ზღვის კორიდორს და დემოკრატია. ეს ორი რამ ერთმანეთისგან განუყოფელია და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს თავსებადი არ არის ივანიშვილის რეჟიმთან, იმიტომ რომ საქართველოს უნდა იყოს დემოკრატია ევროკავშირის ნაწილი და შავ ზღვაზე ამის შემდეგ დასავლური ინტერესების განხორციელება იქნება შესაძლებელი. თუმცა რა თქმა უნდა ვილაპარაკეთ პოლიტიკურ ტყვეებზე, მოდი ასე ვთქვათ, ყველაზე და ისიც აღნიშნეთ, რომ იგივე გუშინ მისჯა, გუშინ წინ მისჯა ელენე ხოშტარიასთვის გუშინ დაჭერა აქტივისტების სტუმრის აკყოფნის პირობებში სწორედ მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იყო და მისთვის დანახვებული პოზიცია ქართული ოცნების, რომ არავითარი დათმობა დემოკრატიის მიმართულებით არ იქნება. ხარით თავარი, ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, ჩვენ არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები. ივანიშვილი იქნება ეს ამერიკელებთან თუ ევროპელებთან თუ ბრიტანელებთან მიმართებაში, სადაც მაგალითად აჩიკო გაჩეჩილაძეს იყენებს შიკრიკად, რომ რამენაირად აირიდოს პერსონალური სანქციები დიდი ბრიტანეთიდან. ის ყოველთვის პარტნიორებთან საუბრობს არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ამერიკას რაც შეეხება, აქ საუბარია მათ შორის იმ მილიარდზე, რომელიც მას გონია, რომ ახლა სანქცირებულია სახაზინო დეპარტამენტის სანქციების გამო. ამიტომ მისი პირადი ინტერესები უპირველეს ყოვლისა და შემდგომ მეასე ხარისხოვანი ის, რაც ჩვენ გვაღველობს. ანუ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო მიმოხილვა იმ ძიმე გამოწვევების, რაც ჩვენს დემოკრატიას გააშია დღეს, პოლიტიკური ოპოზიციის დევნის, პოლიტიკური პლურალიზმის წყობის, პოლიტიკური პარტიების გაუქმების ცდილობებისა, რაც ქართულ ოცნებას აქვს, ქოცური რეჟიმი არ არის თავსებადი ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან. ჩემი პირველი თხოვნა მის მიმართ იყო, იქნებ მოხერხდეს აი ამ ვიზებთან დაკავშირებული დამატებითი ტვირთის საერთოდ გაუქმება ან შემსუბუქება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრე პოლიტპატიმრების საკითხზე, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რაც უნდა მოგწონდეს ერთმანეთის მოსაზრებები, რომ ადამიანები ამის გამო ციხეში დავამწყდიოთ და რაც შეეხება შეხვედრებს ქართულ ოცნებასთან, ცნობილია, რომ ამერიკელ მაღალ ჩინოსანს არ აქვს დაგეგმილი აუდიენცია პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. არამედ ის დღის განმავლობაში შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და გარდა ამისა ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომლითაც ჩანს, რომ ამერიკელი მაღალ ჩინოსანი ვიდრე პოლიტიკოსებთან გამართავდა შეხვედრებს, იყო ანაკლიის სპორტის ტერიტორიაზე და იქ ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.